ინდოეთში დაფიქსირებულ ნიპას ვირუსის საქართველოში გავრცელების საფრთხე ამ ეტაპზე არ არსებობს, აცხადებს იაშვილის კლინიკის სამედიცინო დირექტორი ივანე ჩხაიძის თქმით, ვირუსის ძირითადი მატარებელი და გადამტანი არის ხილის მჭამელი ღამურა. ამ ტიპის ღამურა კი საქართველოში არ არის, თუმცა უსაფრთხოების მიზნით კვლევები და შემოწმება დაწყებულია. მისივე თქმით, ნიპას ვირუსი არ ვრცელდება ჰაერწვეთოვანი გზით, საჭიროა ახლო ფიზიკური კონტაქტი. დაავადება თავდაპირველად გრიპის მსგავსად მიმდინარეობს, თუმცა შემდგომ შესაძლოა განვითარდეს თავის ტვინის შეშუპება. ენცეფალიტი, კომა და მძიმე შემთხვევებში ლეტალური შედეგიც. ვაქცინა ამ ეტაპზე აღნიშნული ვირუსის არ არსებობს. მის გადაცემას ჭირდება ძალიან ახლო კონტაქტი სხეულის გამონაყოფთან ან დაინფიცირებული საკვების მიღება და ამ ვირუსის ძირითადი რეზერვუარი ეს არის ღამურა, ოღონდ ხილის მჭამელი ღამურა და აქვე მინდა აღნიშნო რომ ესეთი ღამურა, ამ ტიპის ღამურა საქართველოში არ არის და სხვა ღამურები საქართველოში შესწავლილი იქნა, რომელიც ჩვენს ტერიტორიაზე არის გავრცელებული და აი ამ ღამურებში ნიპას ვირუსი ნანახი არ არის. ინდოეთის ჯანდაცვის სამინისტრომ უკვე დაზუსტებული ინფორმაცია გამოაქვეყნა, მხოლოდ 2 პაციენტთან დადასტურდა ამ ვირუსის არსებობა. საჭიროება იმისი, რომ საქართველოს რომელიმე ქვეყანამ შეამოწმოს და განსაკუთრებული კონტროლი გაუწიოს ინდოეთიდან მომავალ გზავნილებს, ამ ეტაპზე არ არსებობს.